სალამი, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღევანდელი გაშლის თემა არის ასეთი პაუზა თუ დასასრული თქვენ შორის. დარჩით ბოლომდე და ნახეთ თუ რას გეტყვიანი ბარათები. ამ თემასთან მიმართებაში ან დასასრულია თქვენ შორის თუ არის მაინც ასე თუ ისე პაუზური მდგომარეობა. გითხოვთ მოიწერეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ხო? ასე თქვენ ყოველთვის პირველები შეითხოვთ ახალ გაშლებზე და ერთად გავაგრძელებთ პასუხების გრძიებას. ჩემო ძვირფასებო და კარგებო. მოდი ვნახოთ. პაუზა თქვენ შორის თუ დასასრული. პაუზა თუ დასასრული თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფრთხილებულ პიროვნებას შორის. პირველი რაც აქტუალურად ხდება ჩვენ რეალურად არის კვერთხების დედოფალი ჩემო ძვირფასებო ეს არის თქვენი ასე ვთქვათ არქეტიპი ქალი რომელიც გრძნობს სიყვარულს მაგრამ ამავე დროს ასე ვთქვათ იცავს თავის ღირსებას ხომ აღარ ითმენდა ამ თამაშებსაც თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებას ქონდა აღარ ელით ემოციებს მხოლოდ სიტყვებიდან გამომდინარე ხო ამ ენერგიაში არის სითბოვნება და შინაგანი თავდაჯერება მაგრამ ასევე მოლოდინი რომ ურთიერთობა უნდა იყოს თანაბარი და რეალური ხო ეს ფონი გვიჩვენებს რომ მიუხედავად კივილისა გულში ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ ცეცხლი აგიზგიზებული თუმცა ახლა თავარი პრიორიტეტი თავად თქვენ ხართ და თქვენი თავის ასე ვთქვათ შვიდობა და ესე იგი როგორ ვთქვათ თავისუფალი ყოფა ხო ეს ფონი გვეუბნება რომ სიყვარული ჯერ შეიძლება კიდევ არსებობს თქვენი მხრიდან მასთან მიმართებაში მაგრამ ახლა დროა საკუთარი ძალის შენარჩუნების ანუ თქვენ აღარ ხართ ის ვინც ითმენს გაურკვევლობას ახლა სწორედ თქვენი შინაგანი სტაბილურობა განსაზღვრავს ასე ვთქვათ დარჩება ეს კავშირი თქვენ შორის თუ არ დარჩება ხო შემდეგი არკანები ასე ვთქვათ თასების მეფე ხმლების რაინდი და სამიანი კვერთხები მეუბნება იმას რომ თასების მეფიდან დავიწყოთ ხო ეს ბარათი გვიჩვენებს რომ გრძნობა არსებობს სიღრმისეული გრძნობა ნაზი და ემოციურად მდიდარი ასე ვთქვათ მაგრამ ცოტა დახშულია ეს ადამიანი გრძნობს თქვენთან მიმართებაში ემოციებს მაგრამ არ გამოთქვამს უყვარს ჩუმად დაფარულად ყოფნა და თავის ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებს სიყვარული აქ რეალურად არის მისი მხრიდან თქვენთან მიმართებაში უბრალოდ დუმილში ასე ვთქვათ გამოკეტილი ეს მისი ასე ვთქვათ ემოციები და გრძნობები თქვენს მიმართ ხმლების რაინდი გვეუბნება რომ არის იმპულსური ენერგია თქვენთან მიმართებაში აქ ჩანს ურთიერთობაში უთქმელი გამოუთქმელი სიტყვები, გაუგებრობა, გაღიზიანება, სწრაფი რეაქციები, რამაც დააზიანებთ თქვენთან შორის ბალანსი, ხო? შეიძლება ერთი მხარე ყოველთვის ცდილობდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას მეორეს და ხო? ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, მშვიდად ესაუბრა და გული გაეხსნათ ერთმანეთისთვის ხვდებით, ანუ ეს არის მიზეზი, რის გამოც ურთიერთობა დროებით შეჩერდა თქვენ შორის, ხო? სამიანი კვერთხები მეუბნება, რომ არის მოლოდინი, ხო? მიუხედავად მოლოდინზე და იმაზე, რომ არც ერთი მხარე ბოლომდე არ უშვებთ ამ ურთიერთობას და ემოციებს ერთმანეთის მიმართ. ხვდებით, თითქოს ორი ველოდებით, აბა ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს და გადადგამთ თუ არა საერთოდ ნაბიჯს, ხომ? ერთი ან ორი თქვენ ელოდებით მას, ის გელოდება თქვენ, ეს მდგომარეობა, ხო? ეს ენერგია გვიჩვენებს, რომ მომავალში კვლავ იქნება კავშირი და საუბრები თქვენ ორ შორის. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ გზები თქვენ ორ შორის გადაიკვეთოს. რვიანი კვერთხები და იეროფანტი გვეუბნება რას ანუ რვიანი კვერთხებიდან გამომდინარე აქ მოვლენები ისე ვთქვათ დაიძრება თქვენ შორის აუცილებლად ეს ბარათის სწრაფი ცვლილებების სიახლეების კომუნიკაციის შეტყობინების და არის ან მოულოდნელი შეხვედრის არკანია თუ ახლა დუმილია თქვენ შორის ეს არ გასტანს დიდხანს რეალურად ხომ ენერგია მოძრაობს და კომუნიკაცია ისე აღდგება თქვენ შორის ჩემო ძვირფასებო იეროფანტი კი მეუბნება რომ ამ კავშირს სულიერი მნიშვნელობა აქვს რეალურად ეს არ არის უბრალოდ ემოცია ეს არის გაკვეთილი ორივესთვის ხომ იეროფანტი გეუბნებათ რომ ამ ურთიერთობას შეუძლია გარდაქმნას უფრო სერიოზულ ან გარდაიქმნას უფრო სერიოზულ და სუფთა კავშირად მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ორივე თქვენ ორივე მხარე ისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემას და ერთმანეთის პატივისცემის შედეგად ერთმანეთის მოთმინებას ერთმანეთის მიმართ ხვდებით და სამიანი ხმარი საბოლოოდ ერთმანება რომ ეს ბარათი არის ტკივილის ყელის და გულში დარჩენილი მწარე განცდის ბარათი შეიძლება ურთიერთობა ორივე მხარე დააზიანა
რა არის ეს დაზიანება, ხო? სიტყვები, რომელიც ერთმანეთის მიმართ დგამი, რომელმაც გატკინათ გული, ხო? გრძნობები დაგიზიანდათ, არასწორად იქნა გაგებული ერთი მეორის მიმართ ნათქვამი სიტყვები, მოქმედებები და ასე შემდეგ. ხომ ეს ტკივილი ჯერ კიდევ ცოცხალია თქვენ ორ შორის, ამიტომაც ახლა საჭიროა ეს პაუზა ნამდვილად საჭიროა და რომ მოხდეს ასე თქვა თქვენ ორ შორის ეს თქვა დაბალანსება ემოციების, განიკუნოთ და შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ ერთმანეთს, პაუზური მდგომარეობა, ხო ხვდებით ხო ჩემს ავდნაკაო მდინარე. ეს არ მოხდება ესე ვთქვათ დაუყოვნებლივ დღეს და ხვალ, მაგრამ რვიანი კვერთხებიდან გამომდინარე, უცებედად იმდენად უცებედად მოხდება, არ გასტას დიდხანს, თუმცა დღეს და ხვალ შესაძლოა არ მოხდეს. აი დაახლოებით პერიოდი რო ავიღოთ, შეიძლება იყოს ესე ვთქვათ 1 თვიდან 2 თვემდე, ხო აი ესეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს, ხო? ანუ რეალურად რა არის, ხო ეს კავშირი არ არის დასრულებული, უბრალოდ ახლა შეჩერებულია, გაჩერებულია რათა ორივემ გააცნობიეროთ რა გსურთ სინამდვილეში ერთმანეთისგან, ხო გრძნობები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ესე ვთქვათ გულს სჭირდება დრო, რომ განინკურნოს აი ეს ერთმანეთის მიმართ მიყენებული ტრავმებიდან გამომდინარე, ხო? თუ ორივე თქვენ ისწავლით მოთმინებას და გულწრფელობას ერთმანეთთან მიმართებაში, ეს ურთიერთობა შეიძლება ახალ ეტაპზეც გადავიდეს, ხო? ახლა პაუზაა, მაგრამ პაუზა რომელიც მოგიტანთ გააწმენდა ასე განწმენდა სიღრმის გააზრებასაც და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ჩამოკარგება ისე აღდგეს თუ არა ეს კავშირი რეალურად ხვდებით ხო ან დასრულდეს საბოლოო ჯამში. მოკლედ აი ამ პაუზაზე დღეს ძალიან დიდი აქცენტია, რადგან ამ პაუზის შედეგად დაწყდება დაუბრუნდებით თუ არა ერთმანეთს თქვენ საერთოდ დაიშლებით. აი ესეთი მდგომარეობა დღესდღეობით პაუზა თუ დასასრულს შორის ესე ვთქვათ ბალანსის ძიების პროცესში რომ ხართ ხო? პაუზა დღესდღეობით და თქვენზე ორივეზე დამოკიდებული ეს ურთიერთობა აღდგება და გაგრძელდება თუ არა საერთოდ. მე თქვენ გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას, ძვირფასება და გემშვიდობებით ამჟამად. კარგად იყავით.